გამარჯობა დღის ამბებს 4-ზე თამარ ჩიხლაძე და ტელეკომპანია პირველის გუნდი წარმოგიდგენთ. წამზომზე აპელირება არასწორია, ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ია კერზაიას საქმეზე ევროპარლამენტარების წერილს და სასწრაფო გამოძიების მოთხოვნას. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ესმის ადამიანური ტრაგედიის, თუმცა საქმის გამოძიებაში ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია და საგამოძიებო ორგანოები პროფესიულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ. შეგახსენებთ, რომ 11-მა ევროპარლამენტარმა მამუკა ბახტაძეს მისწერა, რომ ამ საქმის გამოძიება საქართველოს დემოკრატიული მომავლის ინტერესებშია. რაც შეეხება ტრაგედიას, რომელიც მოხდა ზუგდიდში, ეს არის ადამიანური ტრაგედია და მე კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში არის ძალიან მაღალი ინტერესი, რომ გაირკვეს თითეული დეტალი ამ ტრაგედიის გარშემო. ჩვენ ამავე დროს მოვისმინეთ მინისტრის კომენტარი და მინისტრი ყოველთვის მზად არის, რომ საზოგადოებას უპასუხოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს ვიცით, რომ პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. და მე ისიც კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში არის ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს გარკვევა და გამოძიების შედეგების დადგენა. არა მხოლოდ ამ საკითხზე, ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც არის მაღალი საჯარო ინტერესი. მაგრამ აქვე ისიც მინდა მე თქვა, იმიტომ რომ მეც მაქვს ეს ინტერესი, რაც შეიძლება დროულად მოხდეს სურათის გარკვევა, თუ რეალურად რასთან მქონდა საქმე. მაგრამ ასე წამზომზე აპელირება იმის ფონზე, რომ ჩვენ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ, შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა. რაც შეეხება ევროპარლამენტარების მეორე წერილს ორი ადრესატით, მამუკა ბახტაძეს და ფედერიკა მოგერინის მათ მისწერეს, რომ იზიარებენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პოზიციას საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ და მიიჩნევენ, რომ ეს დასკვნა 1991 წლის არჩევნების შემდეგ ყველაზე კრიტიკულია. აქვეა რეკომენდაციაც, რომ უნდა დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი და ქვეყანა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს. ევროპარლამენტში ყავს მეგობრები და მათი რჩევები მნიშვნელოვანია, ასეთია ბახტაძის ზეპირი პასუხი წერილზე. აღნიშნული წერილი ეყრდნობოდა ეუთოს დასკვნებს, ხომ? არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნულია ერთმნიშვნელოვნად, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და სტაბილურ გარემოში და ის გამოხატავდა ქართველი ერის არჩევანს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად, უნებრივია იყო ხარვეზები და ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები, ჩვენი საპარლამენტო გუნდი მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზე ამ თვალსაზრისით, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზი, რომელიც იყო და მე ამას ვიზიარებ და ამას მე არჩევნების პროცესშიც ვამბობდი, ეს გახლდათ პოლარიზებული გარემო. პოლარიზაცია არის ცუდი, ის არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიისთვის და ეხლა ვისარგებლო შემთხვევებით და ყველა პოლიტიკურ ძალას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ, ბილად რომ თქვა, ყოველთვის იმ განცხადებებისგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია ჩვენ საზოგადოებაში. თავრობის ხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე წასვლის მიზეზებსა და დეპუტატების ვოლსკის და ტრიპოლსკის ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს. პირველ რიგში მსურს გითხრათ, რომ მე ნამდვილად არ ვიცი ამ ჩანაწერის შესახებ და ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები და გავაკეთებ კომენტარს შემდეგ. გადავდივართ დღის სხვა მთავარ ამბავზე. ამ წუთებში პარლამენტში ელოდებიან თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გამოსვლას. შესვენებაა გამოცხადებული და ცოტა ხანში ის დეპუტატების შეკითხვებს გასცემს პასუხს. ცოტა გაოცებული ვარ, რომ 2 საათია ვსაუბრობთ და რუსეთი არ გვიხსენებია, ასეთი იყო დეპუტატ რომან კაკულიას რეპლიკა თავდაცვის მინისტრის მისამართით. მანამდე კი დისკუსია გაიმართა სხვა თემაზე. პარლამენტში სხდომათა დარბაზის კარი დახურული აღმოჩნდა მფრინავ ეკატერინე ქლივიძისთვის. მას მანამდე თავდაცვის სამინისტროს კარიც მიუხურეს. მფრინავს, რომელიც გენდერულ დისკრიმინაციაზე საუბრობს დღეს მინისტრის მოსმენა სურდა, მას კითხვის დასმის საშუალება პროცედურის მიხედვით არ ექნებოდა, თუმცა მისი დარბაზში ყოფნაც კი პარლამენტის თავმჯდომარემ ჩათვალა სარისკოდ. სწორედ ამ საკითხს ეხებოდა მწვავე გამოსვლების დიდი ნაწილი და რუსუდან დუმბაძე გვიამბობს ამ თემაზე უფრო დეტალურად. რუსუდან რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს მინისტრთან დღეს?
დიახ, საკმაოდ კრიტიკული იყო დღეს ოპოზიცია მინისტრთან კითხვების დასმის დროს, მათ არაერთი მიმართულებით დასვეს კითხვები და დაინტერესდნენ არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენებით და შესაძლო დანაშაულების ფაქტებით, როგორც ისინი აღნიშნავენ, ასევე დაინტერესდნენ თავად მინისტრით და მისი საკუთრებებით, მაგალითად ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ფოტოსურათები უჩვენა დეპუტატებს, სადაც გამოსახულია ლევან იზორიას საკუთარი საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი, რომელიც მას ემსახურება და დაინტერესდნენ თუ როგორ შეძლო მინისტრმა მათი შეძენა, რადგან პარალელურად ეს ხარჯები დეკლარაციაში არ არის ასახული. ასევე კითხვები, როგორც უკვე აღნიშნა, ისმეოდა მფრინავ ქალთან დაკავშირებით და ასევე დაინტერესდნენ დეპუტატები, რატომ ვერ შეძლო მან სხდომას დასწრებოდა. კითხვები და უმეტესად უმრავლესობის კითხვები არ იყო კრიტიკული, ეს უნდა აღინიშნოს და მათი გამოსვლები უმეტესად იწყებოდა ოპონენტების ბრალდებებზე პასუხით. ისინი მოუწოდებდნენ მინისტრს, რომ ყურადღება არ მიექცია მათი თქმით ჭორებზე დასმული კითხვებისთვის და ამ შემთხვევაში გამონაკლისი არის რომან კაკულია, რომელმაც პირიქით გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი და განაცხადა და დაიწუნა ის, რომ ლევან იზორიას რამდენიმე საათიანი გამოსვლის განმავლობაში საერთოდ არ უხსენებია რუსეთი და ის საფრთხეები, რომელიც მეზობელი ქვეყნისგან მოდის. ჯერჯერობით ლევან იზორიას ამ კითხვებზე პასუხი არ გაუწია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის რამდენჯერმე შეეცადა რეპლიკებით epasუხებინა ოპონენტებისთვის და რამდენჯერმე მოხდა ასეთი შელაპარაკება დეპუტატებსა და მინისტრს შორის. კიდევ ერთი ფოტო მინდა გაჩვენოთ, ბატონ ლევან, ნამდვილად ვისურვებდი, რომ ეს იყოს საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკა, მაგრამ სამწუხაროდ არა, ეს არ არის საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკა, ეს არის თქვენი პირადი შემოსავლების მზარდი დინამიკა, მას შემდეგ, რაც თქვენ მოხვედით თანამდებობაზე, ბატონ ლევან. არ შემიძლია ამ მიმართულებით არ დაგისვათ კითხვა, რომელიც ეხება წარმატებული მფრინავი ქალის ეკატერინე ქლივიძეს. მე რამდენადაც გავეცანი აღნიშნულ საქმეს და დოკუმენტაციას დამჩა შტაბ-შტილება, რომ სამინისტრომ გადადგა ფორმალური სამართლებრივი ნაბიჯები და არაშინაარსობრივი და სწორედ ამიტომ მინდა დღეს თქვენ პირადად მინისტრს თხოვოთ, რომ პირად კონტროლზე აიყვანოთ აღნიშნული საქმე, განახორციელოთ მოკვლევა, იყო თუ არა რაიმე დისკრიმინაციის ნიშნები, ან ხომ არ შეეჯახა აღნიშნული ქალი შუშის ჭერს, რომელიც უშლის ქალებს კარიერულ წინსვლაში ხელს. ცოტა ვარ გაოცებული, მართალი გითხრათ 2 საათია საუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაჟღერებულა საერთოდ. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუსული ორიენტაციის ძალა ამ ქვეყანაში, რომელიც თავის რიტორიკა, თავისი მიზნის მისაღწევად ცხადია იყენებს რუსეთის საფრთხეს მომავალ ჩვენი ქვეყნისადმი ნატოსკენ მიმავალ გზაზე. და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას კონდეს ინფორმაცია, თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას. თუ კი რამეზე არის კონსენსუსი ქართული პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვან ნაწილში, ეს არის ქართული ჯარის მხარდაჭერა, მაგრამ თქვენ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თურმე კრიტიკა თუნდაც თქვენი აზრით უსამართლო და არაზუსტი იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. იქნება ეს ძალადობა, უფლებების დარღვევები, გაწვევა თუ ამ შემდეგ. ეს გავათანაბროთ რუსეთის პროპაგანდასთან და ჰიბრიდულ ომთან, ეს ძიმე შეცდომაა ბატონ ლევან. თუ კი მაგალითები გინათ ჰიბრიდული ომის, მე მინდა გთხოვოთ შეაფასოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, როდესაც მან ნატოს წვრთნების საქართველოში შეაფასა საფრთხეთ და არაფრის მომტანად. ბატონ მინისტრო, მე მოგიწოდებთ, რომ ხელებს კი ნუ იშვერთ ესე. თუ ვინმეს დაყავდა თავისი ოჯახის წევრი, რაიმე საწავით, რომელთაც არ უნდა ევლო. ჯერ ეს ერთი უკვე 7 წელია ხელისუფლებაში ხართ. გამოიძიეთ, გამოიტანეთ და ეს ადამიანები დასაჯეთ და ხელებს ესე აქეთ-იქით ნუიშვერთ. არ გირჩევთ მაგას. ძალიან უხერხულია ესე გვარების ბრახული. მე შემიძლია ესე გამოვიშვირო თქვენსკენ ხელი და ვიძახო, თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო კონტრაბანდაში, მაგალითად სიგარეტის. კარგია ესე ლაპარაკი? მით უმეტეს რომ ეს ყველაფერი ტელევიზიით იყო გადაცემული. მაცადეთ საუბარი, ჩემი დროა, მაცადეთ საუბარი და მერე გამომეხმაურეთ, თქვენც გეკნება ტრიბუნა. ბატონო სპიკერო, თუ შეიძლება უზრუნველყავით, რომ ჩემი აზრი გამოვთქვა და ნუ ჩამერევა აქ ბატონი მინისტრი. ბატონო ლევან, გთხოვთ. როგორ მოახერხეთ, რომ შევარდნაძის და საბჭოთა ჯარის ტრადიციები დააბრუნეთ ქართულ ჯარში, ქართულ არმიაში. მაინტერესებს, მე ვგულისხმობ
გრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ფაქტს. მიმდინარეობს მე როგორც ვიცი გამოძიება და თუ შეიძლება მე მინდა რომ შუალედური ინფორმაცია მოგვაწოდოთ. ეს იყო ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც გაჟღერდა ოპოზიციის და ზოგადად დეპუტატების მხრიდან. ისინი ასევე მინისტრისგან დაინტერესდნენ იმ ფაქტებით, რომელიც მათი თქმით შეეხებოდა დანაშაულს, კორუფციას ჯარში, ნეპოტიზმს ასევე და ლევან იზორია ამ საკმაოდ მწვავე კითხვებს პასუხს გასცემს ზუსტად 1 საათში, რადგან პარლამენტში 1 საათიანი შესვენებაა გამოცხადებული. მოსალოდნელია რომ ის ასევე ისაუბრებს წარმატებებზე და თავდაცვის მინისტრის სამინისტროს მიღწევებზე, რადგან შესაბამის კითხვებს უმეტესად უმრავლესობა სვამდა. მადლობა რუსუდან დუმბაძემ გაგვაცნო პარლამენტარების პოზიციები, როგორც მოისმინეთ, თავდაცვის მინისტრი ცოტა ხანში უპასუხებს მათ შეკითხვებს, ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ კრიტიკული შენიშვნები ოპოზიციიდან და მხარდამჭერე განცხადებები უმრავლესობის წევრებისგან, აი ამ დღის წესრიგით ეს მოვისმინეთ, ამ დღის წესრიგით მიდიოდა დღევანდელი მინისტრის საათი, ახლა კი საუბარს განვაგრძობთ სალომე სამადაშვილთან, ნაციონალური მოძრაობის წევრთან, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მოგესალმებით, ქალბატონო სალომე, მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს რა დაგაკლდათ ყველაზე მეტად მინისტრის გამოსვლაში. რომან კაკულიას რეპლიკა იყო, რომ საერთოდ არ ყოფილა რუსეთზე საუბარი 2 საათის განმავლობაში ქვეყნის მთავარ საფრთხეზე. თქვენთვის რა იყო ის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც გამორჩა დღეს? შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, რა თქვა და რა იყო თქვა შეცდომა, მაგრამ აი რა გამორჩა, რაზეც უნდა ესაუბრა. დიახ, რეალობა ჩვენი ქვეყნის არის ესეთი, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპაციის და უკვე ანექსიის ქვეშ და ჩვენი თავდაცვის მთავარი გამოწვევა, სანამ ეს ვითარება გაგრძელდება, იქნება რუსეთი. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ძალიან უცნაურია, რომ თავდაცვის მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო ამ თემაზე საუბარს კი არა, საერთოდ არ უსაუბრია რუსეთის ფაქტორზე, როდესაც რეალურად საქართველოს თუ დღეს სჭირდება თავდაცვის და ასე ვთქვათ, სამხედრო მზადყოფნის გეგმა, სჭირდება სწორედ იმ პოტენციური საფრთხეების გასანეიტრალებლად, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანას სწორედ რუსეთისაგან ემუქრება. ეს აჩვენებს ვფიქრობ იმას, რომ ძალიან ზოგადად მე მქონდა ესეთი განცდა, რომ მინისტრს აქვს ფორმალური დამოკიდებულება მის აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის საციცოცხლო მნიშვნელოვანი საქმის მიმართ, რომელიც მას აბარია და რეალურად ჩვენ მოვისმინეთ ძალიან შელამაზებული ვერსია იმისა, რაც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში და ვნახოთ რა პასუხები ექნება მას ჩვენ შეკითხვებზე, მაგრამ მე არ მოველი, რომ რეალურად ის შეძლებს, რომ რაიმე ამომწურავი პასუხი გასცეს ჩვენ შეკითხვებს და მე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ჩემთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო საერთოდ სულისკვეთება მინისტრის გამოსვლის, რომელიც რატომღაც ფიქრობს, რომ ამოეფარება ქართული ჯარის რეპუტაციას, ქართული ჯარი მართლა ძალიან ძვირფასია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის და იმ კონკრეტულ დარღვევებზე, იმ კონკრეტულ კორუფციის ფაქტებზე საუბარს ფაქტიურად, ესე იგი, ცდილობს, რომ აგვიგრძალოს და დაიმალოს ქართული ჯარის სახელის უკან. ეს არის პოლიტიზირება ჯარის, რომლის მსგავსი შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მე ყოველ შემთხვევაში არ გასაგებია თქვენ მიჯნავთ კონკრეტული ჩინოვნიკების კრიტიკას და მიჯნავთ ზოგადად ჯარის კრიტიკას, რაც თქვენი აზრით მინისტრისთვის დღეს იყო გაუგებარი ერთგვარად. არა, მინისტრისთვის ვფიქრობ ძალიან კარგად არის გასაგები, რომ არსებობს ძალიან კონკრეტული შეკითხვები კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, მის რაც შეეხება კონკრეტულ ფუნქციონირებს, რაც შეეხება კონკრეტულ ბიუროკრატებს, კონკრეტული საკითხები, როგორიც იყო გამოვლენილი მაგალითად ძედოვშინასთან და ძალადობასთან დაკავშირებით და იმის ნაცვლად, რომ მან პასუხი გასცეს, რატო ხდება ეს ყველაფერი ჯარში, რატო ხედავთ, რომ ჯარში ღრმავდება ის პროცესები, რომელიც ესე ვთქვათ, რეალურად ჯარი მიყავს იქითკენ, საიდანაც ძლივს გამოვიდა მრავალწლიანი მცდელობის შედეგად, ის აცხადებს, რომ ჩვენი ძალიან ლეგიტიმური შეკითხვები ეს არის თავდასხმა ქართულ ჯარზე და ქართულ ჯარზე თავდასხმა კი არ არის. ჩვენი შეკითხვების, ასე ვთქვათ, მთავარი სულისკვეთება სწორედ ის არის, რომ დავიცვათ ქართული ჯარის ღირსება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, რაც არის სწორედ მისი ვალდებულება. ვიდრე თავად მინისტრი გიპასუხებდათ, მათმა ოპონენტებმა თქვენმა ოპონენტებმა გიპასუხეს და თქვენს რომ ეს არის ჭორებზე დაყრდნობით, ეს არის სიტუაციის დასამძიმებლად. კიდევ ერთხელ ის კონკრეტული ფაქტები, რასაც ეფუძნება თქვენი კრიტიკა, რადგან როგორც ხედავთ, განწყობა არის ასეთი, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები, ის რაზეც საუბრობს ოპოზიცია. დაწყებული ქონებრივი დეკლარაციით და ასე შემდეგ. კონკრეტული ფაქტები იქნა
კონკრეტული ფაქტები იქნა გამოვლენილი და გაშუქებული პრესაში. ახლა ძალიან მე არ ვიცი ბატონი ზორიას ეთყობა სურს რომ რაღაც ინფორმაციულ ვაკუუმში იცხოვროს საზოგადოებამ და არ იცოდეს იმის შესახებ თუ რა ხდება. კონკრეტული ფაქტები უკავშირდება იმას, რომ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ჩვენს ქვეყანაში მცირდება. მაშინ, როდესაც ჩვენს წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები, რაც შეეხება ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადი შესაბამისი სტანდარტების აღჭურვილობის შეძენას და ჩვენ კონკრეტულად რო დავთვალოთ, ანუ შესყიდვის უნარით რო დავთვალოთ ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვისთვის არის გამოყოფილი, რეალურად დღეს თავდაცვის ბიუჯეტი არის შემცირებული 80 მილიონი დოლარით 2014 წელთან შედარებით. ამიტომ ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვესმის, როდესაც მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ ხორციელდება განახლება ჩვენი შესაბამისი, ასე ვთქვათ, უნარების თავდაცვის შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნიკის და ასე შემდეგ, ამის უკან რეალურად ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ არაფერი არ დგას. გარდა ამისა არის მთელი რიგი შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ მაგალითად 30 მილიონი ლარი, რომელთაც ყოველწლიურად ფინანსდება საწარმო დელტა, რეალურად რაში იხარჯება, იმიტომ რომ არ ვიცით ეს საწარმო რეალურად რა საწარმოებს და ასე ვთქვათ რა არის აქედან მიღებული დივიდენდები და რა თქმა უნდა კონკრეტული შემთხვევები ასე ვთქვათ იმისი რომ ჯარში არის ძალადობა გამოვლინდა კიდევ ერთხელ სწორედ მუხიანის ბაზაზე და ეს იმის ნაცვლად რომ დღეს მინისტრი საუბრობდეს გამჭვირვალეობის ანგარიშვალდებულების გაზრდაზე ამის ნაცვლად ის თითებს უქნევს ოპოზიციას რომ როგორ ბედავს შეკითხვების დასმას. ქალბატონ სალომე მოკლედ ვისაუბროთ ეკატერინე ქლივიძის საქმეზე, რადგან გამჭვირვალეობა ახსენეთ და სწორედ ამ ნაწილშიც საინტერესოა ეს საქმე, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მას არ მიეცა დღეს ხტომაზე დასწრების საშუალება. აი ამ ფორმალურ გადაწყვეტილებებში თუ იცნობთ ამ საქმეს კარგად, იმაში რომ გარკვეული თანხა გაიღო თავდაცვის სამინისტრომ ამ ფრინავის განათლებისთვის, რომლის დაბრუნებასაც თხოვენ უკან. ხედავთ თუ არა ლოგიკურ და კანონიერ ნაბიჯებს თავდაცვის სამინისტროს მთელ ამ თანმიმდევრულ გადაწყვეტილებებში, რაც ჩვენ ვნახეთ, მთავარი არგუმენტი მათი არის, რომ პატაკში არ ახსენა ფრინავმა არაფერი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. იცით რა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებში ხშირად არამხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ რაღაც დრო სჭირდება იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მოამზადოს თავდაცვის სტრატეგიისთვის, იმიტომ რომ ეს საკმაოდ სენსიტიური, ასე ვთქვათ, თემაა და დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ახალი არის მათ შორის თუნდაც ის, რომ ვიღაცამ გაბედოს და დაიწყოს საუბარი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით მისი უფლებების დარღვევაზე ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ჯარში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ქალბატონი ქლივიძის პრეტენზიებს და ამ საქმეს ყველა დეტალი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ სრულიად მიუღებელია, რომ ესეთი, ასე ვთქვათ, საგანგაშო შემთხვევის პირობებში, მაშინ, როდესაც დაირღვა სავარაუდოდ ადამიანის ძირითადი უფლებები, პარლამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას, რომ უბრალოდ მოსმენის შესაძლებლობა არ მისცეს ქალბატონ ქლივიძეს დღევანდელი გამოსვლის. ეს ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება და ეს არღვევს ქალბატონი ქლივიძის პოლიტიკურ უფლებებსაც, მათ შორის რომ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში. პარლამენტი არის საჯარო და წარმომადგენლობითი ორგანო და არავის არ აქვს უფლება აუგრძელოს მოქალაქეს და აესწროს მის ხდომას შესაბამისად განკუთვნილ ადგილას. დიდი მადლობა სალომე სამადაშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. ჩვენ გქონდა ბევრი შეკითხვა უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც, თუმცა გამოშვების დაწყებამდე ველოდით მათ პასუხს ამ მონაცემებით, მათ არ ისურვეს გადაცემაში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამ კითხვებზე პასუხი, რატომ არ დაუშვეს ეკატერინე ქლივიძე დღევანდელ ხდომაზე, რატომ არ ისაუბრა მინისტრმა რუსეთზე და ასე შემდეგ, გსურდა კიდევ ერთხელ ვიტყვი მოგვესმინა ქართული ოცნების დეპუტატებისგან, შესაძლოა ეს მოხერხდეს გადაცემის დასრულებისთანავე და ბუნებრივია ჩვენ მათაც დაუთმობთ თანაბარ დროს. მანამდე კი განვაგრძობთ გამოშვებას და გამოშვებას განვაგრძობთ სამწუხარო ინფორმაციით. რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას ოჯახზე დაყრდნობით. გიორგი დანელია პოპულარული ფილმების რეჟისორი მიმინო, არ დაიდარდო შემოდგომის მარათონი, კინძაძა, სახალხო არტისტის წოდება რეჟისორს მიენიჭა 1990 წელს. ტელეკომპანია პირველი სახელით სამძიმრს უცხადებთ რეჟისორის ოჯახს. პირდაპირ ეთერში კი დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ.
რეკლამის შემდეგ დღისამბები 4-ზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება. რატომ დატოვა თანამდებობა არჩილ ხაბაძემ და სიმართლის რა წილია ჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა. მაყურებელს კიდევ ერთხელ მოკლედ შევახსენებ ამ ჩანაწერის შინაარსს. თუ დავუშვებთ, რომ ის ნამდვილია, არჩილ ხაბაძე ამბობდა, რომ მან, ციტირებ, ჩაჩეხა გიაბოლსკის და ერეკლე ტრიპოლსკის ტენდერები და ინტერესები. თანამდებობიდან წასვლა კი შეათანხმა ბიძინა ივანიშვილთან, მაშინ როცა მას ოფიციალური თანამდებობა არ ჰქონია. ამ თემაზე საუბარს განვაგრძობთ ბატონ არმაზ ახვლედიანთან, დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელთან, რომელიც ჩვენი სტუმარია. დიდი მადლობა ბატონო არმაზ გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მინდა დავიწყოთ ამ ჩანაწერის შინაარსზე საუბრით, რომლის ავთენტურობის შესახებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, სიმართლის რა განცდა ან რა ეჭვი პირიქით დაგიტოვათ ამ ჩანაწერის მოსმენა. გამარჯობა, მადლობა. ჩანაწერმა შეიძლება ბევრი გააკვირვა, მაგრამ მე არა. შეიძლება ბევრისთვის სიახლეა, მაგრამ ჩემთვის არა. იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი ბოლო 7 წლის განმავლობაში სახელმწიფო მანქანა როგორ მუშაობს აჭარაში და კორუფციის რა ჭაობშია იგი ჩაფლული. მართალია შეიძლება ახლა სპეციალისტებმა და ექსპერტებმა არ ყვიონ, არის ეს ხაბაძის ხმა თუ არა. სიმართლეა თუ არა, რასაც ის ამბობს. მართლა ჩაჩეხა თუ არა ხაბაძემ ვოლსკის და ტრიპოლსკის ინტერესები. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ დანამდვილებით, რომ თუნდაც ჩაეჩეხა, ასე ვთქვათ, ხაბაძეს ვოლსკის და ტრიპოლსკის ინტერესები, თუმცა დამოუკიდებლად ის ამას ვერ იზამდა თუ ზურგი არ ექნებოდა გამაგრებული, ზუსტად გეტყვით, რომ ხაბაძის პერიოდში წარმოუდგენელი კორუფციული გარიგებები იყო აჭარაში, ბიზნეს გარიგებები და ამ თამაშში იყო ჩართული სახელმწიფო ვერტიკალის არაერთი წარმომადგენელი. ანუ სხვისი ბიზნეს ინტერესები ჩაჩეხა საკუთარის სასარგებლოდ? სხვისი ბიზნეს ინტერესები შეიძლება ჩაჩეხილიყო, შეიძლება ჩაჩეხილიყო არა იმდენად საკუთარის, არამედ სხვა უფრო გავლენიანი ადამიანების, უფრო საჭირო პოლიტიკოსების, უფრო საჭირო ქოლგის თვის. და ვინ იყო ეს უფრო საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანი ქოლგა ხაბაძისთვის მისი უბადრუკი მმართველობის პერიოდში, რა თქმა უნდა, იყო ივანიშვილი თავად. და ივანიშვილი მე ზუსტად გეტყვით არავისთან ისე კომფორტულად არ გრძნობდა თავს აჭარაში, როგორც ხაბაძესთან. მე არ ვიტყვი, რომ ეს იყო გაპირობებული იმით, რომ არჩილ ხაბაძეს განსაკუთრებული პოლიტიკური მართვის განსაკუთრებული უნარი აღმოაჩნდა, ან წარმოუდგენელი რაღაც ინტელექტუალური სიღრმეები არც ერთი და არც მეორე საუბედუროთ. უბრალოდ ის იყო კომფორტული ბიძინა ივანიშვილისთვის. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ივანიშვილს არც ერთ მის ახირება პროექტში არ შექმნოდა პრობლემა აჭარაში. მაშინ როდის და რატომ გახდა ის არაკომფორტული ივანიშვილისთვის? ივანიშვილს მარტო ივანიშვილს არა, მაგრამ ახლა ჩვენ მასზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ბეზრდება ადამიანები. ხაბაძეც მობეზრდა რაღაც მომენტში, მით უფრო როცა დაინახა, რომ ხაბაძის ავტორიტეტი კატასტროფულად ეცემოდა, თუ რამ ავტორიტეტი ქონდა, რა ქონდა ეს კიდევ ცალკე თემაა თავიდან, მაგრამ ის ეცემოდა და საჭირო იყო რაღაც ტიპის განახლება და ახალ პრემიერს კვირიკაშვილს მაშინ მიეცა საშუალება კვირიკაშვილის დრო დადგა საქართველოში, ბიძინას მზის ქვეშეთში, მას მიეცა საშუალება, რომ ასე თუ ისე განესაზღვრა, ვინ უნდა ყოფილიყო აჭარაში ხელმძღვანელი და დაინიშნა ზურაბ პატარაძე. დეტალი თქვით, რომ მას არ ჰქონდა ავტორიტეტი. აქაც ამბობს, რომ მას უსაყვედურეს ჩანაწერში დაბალი რეიტინგის გამო. რატომ არ შეიძლება დავიჯეროთ, თქვათ, აი ოპონენტის პოზიციიდან რომ დავსვათ შეკითხვა, რომ ხაბაძის წასვლის მიზეზი გახდა სწორედ დაბალი ავტორიტეტი და არა გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ვოლსკისთან ან ტრიპოლსკისთან. ჩვენც მედიასაც სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტა რაღაცით დაგვამახსოვრდა სულ არჩილ ხაბაძე. პირველი რაც გვახსენდება არის მისი, ვთქვათ, თავის დაძანზურება, ესე ძალიან უტრირებულად რომ ვთქვა, ხო? ცოტა რაღაცით გვახსოვს ჩვენის. მაშინ რატომ არ შეიძლება სიმართლე იყოს სწორედ ეს, რომ მართლაც დაბალი რეიტინგი იყო მისი წასვლის მიზეზი და არა ვთქვათ კონკრეტული ვოლსკი ტრიპოლსკის ინტერესები. ამ კითხვაზე ორი პასუხი მექნებოდა. ერთი მე შევხედავდი მთელს ამ პროცესს ხაბაძის ვიმეორებ აბსოლუტურად წარუმატებელ უბადრუკ მართლობას ვიმეორებ აჭარაში ცოტა უფრო შორიდან და ვიტყვი რომ ეს იყო ივანიშვილის პოლიტიკის კატასტროფული მარცხი, უზარმაზარი ჩავარდნა და მithქვამს და გავიმეორებ
ყველაზე წარუმატებელი ექსპერიმენტი, იმიტომ რომ ხაბაძემ არათუ ვერ მოიპოვა ავტორიტეტი აჭარაში და მისმა მმართველობამ, არამედ თუ კი რა მქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოცნებას აჭარაში რაღაც იმედები დაკავშირებული მასთან, ყველაფერი ფაქტობრივად განაბნია. მე ახლა არ მინდა ყველაფერი ერთ ხაბაძეს ავკიდო, იმიტომ რომ იქ ადგილობრივი გუნდი იყო. ბევრი დღეს ახლა თავს იწონებს და გონია რომ ის წარსული ვინმეს დაგვავიწყდა. ასე არ არის ბატონებო. ახლა არა, მაგრამ მოგვიანებით თუ საჭირო იქნება თქვენ შეგახსენებთ თქვენს წილს და თქვენს ბრალეულობას იმ პროცესებში, იმიტომ რომ რა და ეს ძალიან კარგად მახსოვს და ვიცი. და ისიც კარგად ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის შუა ოქტომბერში, როცა შემომთავაზა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა, მერე რატომ გადაიფიქრა ეს მოულოდნელად, მაშინ როცა გადაწყვეტილი ქონდა ეს საკითხი, იმდანად გადაწყვეტილი, რომ როგორც კი შემხვდა მეუბნებოდა თავის სახლში თუ რეზიდენციაში შეკვეთილში, მითხრა რომ ახლავე შეგიძლიათ გაემგზავროთ ბათუმში და ფაქტობრივად დაიწყოთ გადაბარებაო. ნუ ეს თავისთავად გადაბარება რას ნიშნავს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ რა თქმა უნდა, უპირველესად ეს იყო ბიზნეს ინტერესები, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მე კარგად არ მიცნობდა, ცხადია, უბრალოდ ალბათ საერთოდ არ მიცნობდა, აუხსნა 2-3 ადამიანმა, ეს ადამიანები დღესაც აქტიურები არიან, დღესაც ხშირად ხედავთ მათ ეკრანზე, ოღონდ ეხა თავს იწონებენ და ზოგს მიაჩნია, რომ ახლა სამართლიანობის დროშა დაიჭირა ხელში და ვინმეს დაავიწყდა 2012-13 წლებში რას ჩადიოდნენ პირდაპირ ვიტყვი, ის კი არა რომ იქ ჩემი კანდიდატურა დაიბლოკა. მე შეიძლება ამით გახარებული და ბედნიერიც ვარ, იმიტომ რომ ამ ტალახს და ამ ჭაობს როგორღაც ავერიდე, მაგრამ გახარებული ვარ ერთი მხრივ და მგონია რომ დიდი პრობლემა არის მეორე მხრივ, იმიტომ რომ აჭარა შესაძლოა აცდებოდა ამ წარუმატებელ ექსპერიმენტს. დაიბლოკა რატომ და ვის მიერ? დაიბლოკა უპირველესად იმიტომ, რომ ივანიშვილს აუხსნეს, რომ ჩემ შემთხვევაში მისი და სხვათა ბიზნეს ინტერესები ვერ პოვებდა ისეთ მხარდაჭერას და გასაქანს აჭარაში, როგორც სხვა კანდიდატების შემთხვევაში, მით უფრო როგორც ხაბაძის შემთხვევაში, რომელსაც ამ შემთხვევაში პოლიტიკურად ვიტყვი, არჩილს არ ეწყინება, როგორც ქვევრს ჩასძახებდნენ და ის არაუბრალოდ ამოსძახებდა იქედან ჰოსტ და კი ბატონო, არამედ დაელოდებოდა მომენტს, როდის იყო სასურველი ბატონისთვის მისი ხმის გაგონება. ხვდებით რა დონეზეა საქმე, ასე რომ აჭარა იქცა იმ კასრად, სადაც ყველა აფათურებდა და აფათურებს ხელს. აჭარა დღეს საქართველოსთვის წარსულშიც და დღესაც არის მithქვამს და გავიმეორებ ძალიან სუყელ უკმა. იმიტომაა დაპაუზებული დღეს იქ განვითარება, იმიტომაა ამდენი უბედურება ხდება განსაკუთრებით აჭარაში, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი არის მხოლოდ ერთი ფიქრით შეპყრობილი. აი ამ სიტყვას ვიტყოდი, შეპყრობილი, რაც შეიძლება მეტი მიიტაცოს. და ამაში ხელს უწყობს ადგილობრივი მმართველობა. გვარის დასასახელებლად არ ხართ ხომ მზად, როგორც მივხვდი, ვინც დაბლოკა თავის დროზე თქვენი კანდიდატურა ის ძალიან საინტერესო დეტალია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ 2-3 ადამიანს ეხა უბრალოდ მინიშნებით აი ასე, იმიტომ რომ დადგება დრო, როდესაც მე ამას ვიტყვი, მათი მონაწილეობა არა მარტო ამ პროექტის ჩავარდნაში, არამედ ბევრ სხვა ამბავშიც არის ძალიან შავბნელი და დღეს კეკლუცობენ და თავს იწონებენ. გასაგებია. ამ ჩანაწერში არის ორი კონკრეტული გვარი, ორი კონკრეტული ინტერესი. ვოლსკი და ტრიპოლსკი. ვოლსკი ტირპარკთან დაკავშირებით, ტრიპოლსკი ქობულეთის ვიცემერთან კავშირში. აი ამ თემაზე რაიმე კონკრეტული ინფორმაცია თუ გაქვთ, თუ შეგიძლიათ გითხრათ, რამდენად რეალურია ამ კავშირების შესახებ ინფორმაცია? ჩემი აზრით ამ ტიპის კავშირები შესაძლოა იყოს საკმაოდ რეალური. საქმე ისაა, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ მზის ქვეშეთში ადამიანების, ანუ პოლიტიკოსების, პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ლიდერების უმრავლესობა არის იმიტომ, რომ რაღაც ლუკმა სახეირო თავისთვის იპოვონ. თავისთვის, თავისი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის და ასეთი ლუკმა შეიძლება ნაკლებად იყოს დაუშვათ ფშავ ხევსურეთში, სიტყვაზე ვამბობ და მეტად იყოს იქ, სადაც ზღვისპირეთია, იქ, სადაც პორტია და სხვა მნიშვნელოვანი საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტია. ამიტომაც მე არათუ არ მიკვირს, არამედ ზუსტად ვიცი ისიც რომ მაგალითად ბათუმის ბულვარში შორს რომ არ წავიდეთ, გაივლი და იკითხავ, ვისია ეს მორიგი
უსახური რაღაც გაუგებარი რკინაბეტონის შენობა და იტყვიან, იცი, ადგილობრივ ხელისუფლებას არ უნდოდა, მაგრამ თბილისიდან აიძულეს. ხშირად ისმის არაერთი მნიშვნელოვანი ადამიანის სახელი და გვარი. მე მინდა მაგალითად უთხრა კახი კალაძეს. თუ ეს ასე არ არის, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას, რატომ ამბობენ ბათუმელები, რომ ბათუმის ბულვარში არაერთი ნაგებობის უკან მისი ინტერესია და რომ ვერავინ ვერ ბედავს ამ უსახური და უკანონო ნაგებობების აღება სწორედ იმიტომ, რომ იქ კალაძის ინტერესია. თუ არ არის ბატონო, გითხარით რომ ასე არ არის, მაგრამ თქვენ დუმხართ და დუმხართ უცნაურად. ამის გარდა კალაძეს რომ თავი გავანებოთ, იკვეთება არაერთი დიდი პოლიტიკოსის ინტერესი აჭარაში და პრემიერ-მინისტრებს რაც შეეხება ყველა დროში უნდა ვთქვათ და მინისტრებს აგრეთვე ყველა სურდა რომ პირდაპირ ირიბად მაპატიეთ, მაგრამ ვიტყვით ეძოვათ აჭარაში და ძოვდნენ კიდეც, იმიტომ რომ როცა ხაბაძისნაირი მთავრობის თავმჯდომარე ყავს, ის კიდეც გაძლევს ამის უფლებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ამას ისე არ აკეთებს, იმიტომ რომ სათავისოთაც რჩება ბევრი რამ. კი ბატონო არმაზ, მედია ვასაძე იყო ჩვენი სტუმარი დღის ამბებში 2-ზე და მან თქვა თავისი ვერსია, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ამ ჩანაწერის გავრცელება კონკრეტულად ირაკლი ყობახიძის გუნდს და თქვა, რომ ამოიცნო ერთგვარად მეორე ადამიანი, ვისი ხმაც ისმის ამ ჩანაწერში. თქვენ თუ გაქვთ რაიმე მსგავსი ვარაუდი, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ახლა ამ ტიპის ჩანაწერის გავრცელება? ყურადღებით უსმენ თქვენს კითხვას, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ ჩემთვის მაგალითად აი თვითონ ეს კითხვა, ეს თემა საინტერესო ნაკლებად არის. ყობახიძის გუნდია თუ სხვისი გუნდია, აბა თქვენ ნახეთ და გაყევით ამ ლოგიკას. ყველა შემთხვევაში თავში აი ამ სქემის დგას ივანიშვილი. დღეს შეიძლება ყობახიძის გუნდს გააკეთებინოს რაღაც პროვოცირება და გამოაგდონ, ასე ვთქვათ, ასეთი ჩანაწერი შემდეგ შეიძლება სხვას. მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ საჭირო დოზით ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ გუნდის შიგნით და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველთვის ყველა შემთხვევაში მას ყავდეს ისეთი დასაყრდენი აჭარის რეგიონში, ვინც ვიმეორებ მის ბიზნეს და სხვა ინტერესებს, არა მარტო ბიზნეს ინტერესებს, მაგრამ უპირველესად ბიზნეს ინტერესს უზრუნველყოფს მაქსიმალურად. ხაბაძე ამას აკეთებდა, არ იფიქროთ რომ პატარაძემ სხვა გზა აირჩია. პატარაძეც რა თქმა უნდა სრულად მზადყოფნაში იყო, რომ ივანიშვილის ნებისმიერი ახირება და რაც შეეხება რიჟვაძეს, იგივე მეორდება, არაფერი არ იცვლება, რატომ არ იცვლება, მინდა ეს კითხვა მე თავად დავსვა. არ იცვლება ერთი მარტივი მიზეზის გამო. როდესაც შენ ხარ აი ესე შემთხვევით საღაციდან მოყვანილი და გამწესებული და დავალებული ბატონთან შენს კერპთან და შენ არ გაქვს არავითარი უფლება რომ როცა საჭიროა თქვა არა, როცა საჭიროა შეეწინააღმდეგო უსამართლობას, უკანონობას, კორუფციულ გარეგებას, რა თქმა უნდა შენ როგორც მოგიყვანებენ ისე გაგიშვებენ. ამიტომაც ეს ხელმძღვანელები ადგილობრივი არათუ დამოუკიდებლები არ არიან, არამედ სულ არიან იმის ფიქრში და მოლოდინში, რომ ახლა შეიძლება ვიღაცის ინტერესი შეიცვალოს და ჩვენც გაგვამწესონ კიდევ ისე როგორც ჩვენი წინამორბედებიო. ეს ანომალიური ექსპერიმენტების სერია უნდა დასრულდეს და ამის დასრულება შესაძლებელია არსებითი პოლიტიკური ცვლილებებით, რაც უნდა განხორციელდეს მთელ ქვეყანაში, ასევე აჭარაში და ჩვენს მიერ არაერთხელ ნათქვამი ძლავრი საზოგადოებრივი მოძრაობა როგორც ჩანს მართლაც აჭარიდან დაიწყებს სათავეს, იმიტომ რომ არც ერთი რეგიონი რეალურად ისე არ დაზარალდა როგორც აჭარა. ძალიან დიდი მადლობა. დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მისგან მოისმინეთ ინფორმაცია, რომ თავის დროზე სწორედ მისი კანდიდატურა დაიბლოკა, იმიტომ რომ ის არ გაატარებდა გარკვეულ ბიზნეს ინტერესებს. ახლა კი კვლავ ვუბრუნდებით დღის მთავარ ამბავს და თავდაცვის მინისტრის მოსმენას პარლამენტში, როგორც იცით, ლევან იზორიამ უნდა უპასუხოს დეპუტატების შეკითხვებს. ჩვენ ველოდებოდით უმრავლესობის პასუხს და როგორც მეუბნებიან ზაზა ხუციშვილი, ახლა მზად შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ზაზა და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ ზაზა, მინდა დავიწყოთ მინისტრის გამოსვლის შეფასებით. ჩვენ მოვისმინეთ რომან კაკულიას რეპლიკა და მისი ერთგვარი შენიშვნა, რომ მინისტრს არ უსაუბრია 2 საათის განმავლობაში ქვეყნის მთავარ საგარეო საფრთხეზე რუსეთზე. თქვენც დაგაკლდათ თუ არა ეს ნაწილი და ზოგადად რა დაგაკლდათ დღეს მინისტრის გამოსვლაში?
მოგესალმებით კიდევ ერთხელ. იცით რა, მინისტრმა დაიწყო თავისი პასუხების გაცემა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს მოსმენა, თუმცა რა თქმა უნდა, თქვენ ეთერში ჩართვათ ძალიან მნიშვნელოვანია. გულისხმობ იმას, რომ შეკითხვებზე პასუხები რას გასცემს, ასევე შეიძლებოდა მოგვიანებით რო ქონოდა ჩვენის ინტერვიუ, უკვე მცოდნოდა მინისტრის პასუხები. რაც შეეხება ბატონი რომანის დასმულ შეკითხვას, კი ბატონო, მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ნატოს კონცეფცია, საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ და ნატოს გაცხადებული პოლიტიკა, მათ შორის ბატონი სტოლტენბერგის განცხადებები და ის, რომ თუნდაც ბოლო დროს შავი ზღვის მიმართულებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და ნატოს მიერ რუსეთის როგორც საფრთხეს აღიარება, პრაქტიკულად უკვე ამ კონცეფციის შემადგენელი ნაწილია საქართველოს სტრატეგიული მიმართულება სვლა ნატოსკენ და განხილვა რუსეთის როგორც მთავარი საფრთხის. ამაზე საერთოდ საუბარი არ არსებობს. ანუ შეიძლება კი ბატონო, ეს უკვე პირველ პასუხში სანამ გამოვედი დაადასტურა ბატონმა იზორიამ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, რომელიც რა თქმა უნდა ახორციელებს იმ პოლიტიკას და მისდევს იმ პოლიტიკას, რომელსაც მას საკანონმდებლო და ასევე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება უსახავს და ეს ჩვენ აღწერილი გვაქვს საქართველოს კონსტიტუციაში და ხაზი გვაქვს გასმული და არაერთგზის დაფიქსირებული, რომ ჩვენთვის თავარი გზა არის ევროკავშირი და ნატო და ამ გზაზე ჩვენთვის თავარი საფრთხე არის რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%. ბატონო, ანუ მიიჩნევთ, რომ არ იყო დამატებით საუბარი ამაზე შესავალ სიტყვაში გასაგებია, რომ ის პასუხად შეიძლება რადგან შემდეგ, თუმცა შესავალში არ ყოფილა ადგილი ამ თემისთვის. რადგან კონკრეტულ დეპუტატს დააკლდა, შეიძლება რამდენიმე იყო ასეთი და ბატონმა რომანმა გააჟღერა, ალბათ შეიძლებოდა იქაც მოხსენიება, მაგრამ ამითი რამეს ეჭვის ქვეშ დააყენება ნამდვილად არ არის. კი ბატონო, უნდა კითხოთ მფრინავის ეკატერინე ქულივიძის საქმეზეც, მას არ მიეცა დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დასწრების საშუალება. თქვენც მიიჩნევთ, რომ მისი დასწრება გარკვეულ რისკს ქმნიდა დღეს დეპუტატებისთვის? ან რა რისკს? იცით რა არის, მე არ ვიცნობ ამ ქალბატონს და არ ვიცი მისი დასწრების მიზეზი, რა თქმა უნდა, რისკი ერთადერთი არის, რომ ვინც ესწრება პარლამენტის სხდომას, ეს იქნება კომიტეტი, თუ ეს იქნება პლენარული სხდომა, რა თქმა უნდა, არანაირად ხელი არ უნდა შეუშალოს სხდომის მიმდინარეობას. მე ვერ გეტყვით მიზეზი, რატომ მოხდა, რომ ის არ იყო დაშვებული სხდომაზე, მე ერთადერთ რისკს ვხედავ, რომ უბრალოდ ყველამ პატივი უნდა სცეს იმას, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომას აქვს თავისი რეგლამენტი, ვინ გამოდის სიტყვით, ვირას ამბობს და ვინ პასუხობს. ის არაპირებდა ამ რეგლამენტის დარღვევას, არაპირებდა კითხვის დასმას, აქ მხოლოდ დასწრებისა და მოსმენაზე იყო საუბარი. კი ბატონო, მე ვერ ხედავ პრობლემას, რატო შეიძლებოდა რომ ან დასწრებულიყო, ან არ დასწრებულიყო. ანუ ვერ გეტყვით მე რატო იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული იმ ადამიანებს, რომლებსაც ასე ვთქვათ, აი როგორც თქვენ ბრძანეთ, არა აქვს სურვილი რომ ჩაერიონ და რამენერად ხელი შეუშალონ, რა თქმა უნდა კონდეთ უფლება რომ დაესწრონ, ოღონდ ამას რაღაცა გარკვეული ისჭირდება, მიმართვა, მიღება. კი ბატონო, თუ იცნობთ თავად ამ საქმეს და თუ გაქვთ სამინისტროსთან კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, ეკატერინე ქულივიძე ამბობს, რომ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით მოხდა მისი გათავისუფლება და მართლაც სახელმწიფომ დახარჯა ძალიან დიდი თანხა ამ ადამიანის პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, თუმცა ამ თანხას ახლა ითხოვს უკან. თუ იცნობთ ამ საქმეს და თუ გაქვთ კითხვები სამინისტროსთან. აი სწორედ ჩემი პასუხი, როდესაც დავიწყე, რომ სწორედ ახლა დაიწყო პასუხების ნაწილი, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ გულწრფელად გეტყვით, არ ვიცნობ ამ საქმის დეტალებს, ახლა გავიგე და ძალიან საინტერესო იქნებოდა ყველა ის შეკითხვა, რომელიც დაუსვეს ბატონ მინისტრს და ამაზე პასუხების მოსმენა. აი სწორედ ახლა მიმდინარეობს დარბაზში ამ თუმცა ამ ეტაპზე მოსმენილი ინფორმაცია თქვენთვის საკმარისი არ არის კითხვაზე პასუხის გასაცემად, როგორც მივხვდი, რაც მოისმინეთ სხდომათა დარბაზში თქვენს კოლეგას ნინო წილოსანსაც ხონდა შეკითხვა, ვიცით კარიერული წინსვლა ხშირად რამდენად რთულია ხომ ქალებისთვის. იცით რა, მე მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორც წინა პარლამენტის, ასევე ახლანდელის ძალიან ბევრი ნაბიჯები არის გადადგმული, იცით ალბათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გენდერულ თანასწორობას პატივისცემთ და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვთქვავთ, როგორც პარლამენტში, ასევე იცით ალბათ შემოთავაზებული იყო განხილვები, გარკვეული კვოტების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამ მიმართულებით ვაძილებთ
მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ეს თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურები, იქაც უკვე ქალების მიმართ ადეკვატური შეხედულებები არის. ამიტომ აი პასუხი მინისტრთან იქნებოდა ძალიან საინტერესო. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა მიზეზი. მე უფრო ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდებოდით პასუხებს, რომელსაც მინისტრი გაცემდა, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი, შეკითხვები დაისვა და ძალიან დავინტერესდი პასუხების მიღებით რა მოხდა რეალურად. სხვა თემაზე უნდა გკითხოთ, რადგან ხართ მაინც ჩვენი სტუმარი, უნდა გკითხოთ სხვა თემაზეც. ემზარკვიციანის კანონთან დაკავშირებით იყო გუშინ კენჭისყრა, ანტიდისკრიმინაციულ კანონში ითხოვდა ის ცვლილების შეტანას და როგორც მივხვდით, თქვენც აგერიეთ გუშინ მწვანე და წითელი ღილაკები. ხარი დაუჭირეთ, ხო? არა, დღეს იცით რა იყო, დღეს ეს გამოვიდა დღეს და გუშინ მე განხილვაზე არ ყოფილვარ და მოხდა შეცდომა, კი ბატონო, ვადასტურებ, ანუ პაკეტი შედგებოდა 8 კანონისგან და ამ 8-დან 7-ზე არ მიმიცია ხმა და 1-ზე აი ტექნიკური შეცდომა მომივიდა, ამას ვადასტურებ. საერთოდ ამ პაკეტს მხარი არ დაუჭირებ, თვლი რომ ყველა ადამიანის უფლება ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს თანაბრად დაცული. ანუ ღილაკის ფერი აგერიათ თუ რამე სხვა ტიპის ტექნიკური არა, ფერი არამერია, უბრალოდ რაღაც ისეთი თემა გახდა ღილაკის ფერები. არა, ფერის გამო არა, ფერის გამო არა. ამ დროს სწორედ ჟურნალისტი მთხოვდა დერეფანში გამოსვლას ტელეფონზე და ინტერვიუს მიცემას და ამ დროს მომივიდა შეცდომა პირდაპირ ვიძახე და ამ კანონს არ უჭერ მხარს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ზაზა ხუციშვილს, უმრავლესობის წევრს. ისგან მოვისმინეთ შეფასება თავდაცვის მინისტრის გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ამ წუთებში პასუხობს უკვე ოპოზიციის და თანაგუნდელების ქართული ოცნების დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს. დღის ამბები 4-ზე ამით დასრულებულია. პირდაპირ ეთერში ერთმანეთს შევხვდებით ხვალ-ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.